სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს შესახებ. წლევანდელ წელს წმინდა ეკლესია დღესასწაულობს ხსენებას წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს 27 კვირას. ამიტომაც მიზანშეწონილად მიმაჩნია თქვენი ყურადღება შევაჩერო ამ წმინდანის დიდებულ ცხოვრებაზე. რატომ მოიხსენიება იგი როგორც დიდმოწამე? იმიტომ ხომ არა, როგორც ბევრი ფიქრობს, რომ ამ სახელით წმინდა ეკლესია აჯილდოებს იმ წმინდა მოწამე მამებსა და დედებს, რომლებმაც განსაკუთრებით მძიმე და საშინელი ტანჯვა-წამება და უსასტიკესი სიკვდილი გადაიტანეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის. არა, ამიტომ არა. წმინდა ეკატერინეს მხოლოდ მახვილით მოჰკვეთეს თავი, როგორც 10,000-ობით სხვა მოწამეს და არ განუცდია ის წარმოუდგენლად ულმობელი ტანჯვა-წამება, რაც ხვედრი გახლდათ ქრისტეს იმ უდიდეს მოწამეთა, რომელთაც დიდმოწამის სახელი არ მიუღია, არამედ მხოლოდ წოდება რიგითი მოწამისა. მართალია წმინდა ეკატერინესათვის ტარვალმა იმპერატორმა მაქსიმინმა დააწესა საშინელი სასჯელი ბორბალზე წამებისა, რომლის დროსაც მისი სხეული უნდა გაეკრაც საზარელ ბორბალზე, ალესილი დანების თავზე რომ ბრუნავდა, მაგრამ უფლის ანგელოზმა შემუსრა ეს ეშმაკისეული ბორბალი. ის საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მრავალი დღე შიმშილით იტანჯებოდა, რის შემდეგაც წმინდა ეკატერინეს თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამემ თავად უფალ იესო ქრისტესგან მიიღო მისი საზრდოს წოდება. მას ვის მიენიჭება დიდმოწამის წმინდა სახელი? უპირველეს ყოვლისა იმ უდიდეს ქრისტიანებს, რომლებზედაც უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა. უკვე თუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწავლოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსაც ათასა, ხოლო რომელმა ყოს და ასწავლოს, ამას დიდ ერქვა სასუფეველსაც ათასა. წმინდა ეკატერინეს მგზნებარე რწმენა ქრისტეს მიმართ და მისი სახელის აღიარება მთელი ხალხის წინაშე გამომხსნელობით მაგალითად იქცა 200 რომაელი ჯარისკაცის, მათი მეთაურის პორფირესა და იმპერატორ მაქსიმინის მეუღლის ავგუსტასათვის, რომლებსაც მახვილითვე მოჰკვეთეს თავები დიდმოწამე ეკატერინესთან ერთად. მოგიყვანთ კიდევ ერთ-ორ მაგალითს ჩემი აზრის განსამტკიცებლად, რომ წმინდა დიდმოწამის სახელს სულიერი გმირობისთვის იღებდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი მაგალითით წარმართებს ასწავლიდნენ ერწმუნათ უფალი იესო ქრისტე და საკუთარი სიცოცხლე გაეწირათ მისთვის. ასეთები იყვნენ დიდმოწამენი დიმიტრი თესალონიკელი და თეოდორე სტრატილადი ჰერაკლეონიდი. დემეტრე დიდი ქალაქის თესალონიკის მმართველი იყო და ამ თანამდებობაზე დაინიშნა იმპერატორ მაქსიმილიანეს შერჩევი, რომელმაც უბრძანა მას გაეწყვიტა ყველა ქრისტიანი ამ დიდებული ქალაქისა, რადგანაც იმპერატორს დემეტრე წარმართი ეგონა. მაგრამ თავისი მგზნებარე ქადაგებით ქრისტეზე დემეტრემ მის რწმენაზე მოაქცია თესალონიკის მცხოვრებთა უმრავლესობა. მან იღვაწა და ყველას ასწავლა ქრისტეს სიტყვა და ამისთვის მიიღო დიდი საზღაური ზეცაში. საშინელი ტანჯვა-წამება, ისევე როგორც წმინდა ეკატერინეს, მას არ განუცდია, არამედ მხოლოდ შუბებით იქნა განგმერილი. დიდმოწამე დემეტრეს მსგავსი იყო წმინდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილადი, ქალაქ ჰერაკლეონის მმართველი. თავისი ქადაგებით ქრისტეზე, მან სარწმუნოებაზე მთელი გულით მოაქცია არა მარტო ჰერაკლეონის, არამედ საკუთარ მშობლიურ ქალაქ ევქაიტის მცხოვრებლებიც და ისიც ასევე თავადაც იღუწოდა და სხვებსაც ასწავლიდა. არა მხოლოდ ქრისტეს ეს სიტყვები აღასრულა დიდმოწამე ეკატერინეს, არამედ მისი სხვა უდიდესი მცნებაც, რომელსა უნდეს სულისათვის ისა განრიგება წარიწმინდოს იგი და რომელმან წარიწმინდოს სული თვისი ჩემთვის გინას ახარებისათვის, მან აწყოვნოს იგი. რას ნიშნავს სულისათვის ისა განრიგება? რას ნიშნავს სული თვისი დაღუპვას? სული თვისი ეს არის ყველა სურვილი, მისწრაფება, საკუთარი ნების აღსრულება. თავისი სულის განრიგება ნიშნავს ცხოვრებაში ყველაფერი მოაწყო ისე,
რომ შეესაბამებოდეს შენ საკუთარ სურვილებს. ეკატერინეს ასეთი შესაძლებლობების არაჩვეულებრივად დიდი არჩევანი ჰქონდა. მისი ცხოვრება ისე კარგად იყო მოწყობილი, ისე დიდებულად, რომ მეტს ვერც ინატრებდა კაცი. ის გახლდათ უმდიდრესი მთავრის ქალიშვილი. იყო საოცრად ლამაზი და ძალიან ჭკვიანი. 18 წლის ასაკში იგი სრულყოფილად ფლობდა რამოდენიმე უცხოურ ენას. საფუძვლიანად შეისწავლა თავისი დროის ყველა მეცნიერება და ფილოსოფია. და არა მარტო ძალიან ბევრ მდიდარსა და დიდგვაროვან ადამიანს სურდა მასთან დაქორწინება, არამედ მისი მშვენიერებითა და ჭკუით მოიხიბლა თავად რომის იმპერატორი მაქსიმინე. როდესაც ჩავიდა ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიაში, ეკატერინეს სამშობლოში და თავად მოინდომა მისი ცოლად შერთვა. და ეკატერინესთვის უკვე დიდი საფრთხე იყო შეეყვარებინა თავისი თითქოს და უმდიდრესი და უბედნიერესი სული. მაგრამ ყოვლის მცოდნე უფალმა ჩვენმა იესომ ღრმად ჩამწვდომა მისი გულის სამლავებში, ისეთივე ღრმა, როგორიც იყო მისი გონება, დაიცვა იგი ამ სოფლის ცნობებში დაღუპვისაგან, ისევე საკუთარი დედის, ფარული ქრისტიანისა და დედამისის სულიერი მოძღვრის, ჩვენთვის უცნობი წმინდა მეუდაბნოეს მეშვეობით. მათ ძალიან მოკლე დროში შეძლეს ეკატერინეს გონებისა და გულის წინაშე გადაეშელათ განუზომლად დიდი სიმდიდრე ღმრთის ძისა და წმინდა სულის მადლის შემეცნებისა. ვიდრე ესაა მთელი საგანძური და სიამენი მიწიერი ცხოვრებისა. შეიძულა და წარიწყნიდა მან თავისი თვითკმაყოფილი სული და იხსნა და აცხოვნა იგი. რამე თუ მგზნებარეთ შეიყვარა ქრისტე და მისი გზა, რომელიც სახარებაში გვიჩვენა უფალმა. თავად ქრისტემ შეიყვარა იგი და უწოდა მას საზრდოთვის. მას ჩვენ ყველას ცოდვილებს მუდამ გვახსოვდეს უფალ იესო ქრისტეს ის სიტყვები, რომელთა აღსრულებითაც წმინდა ეკატერინემ მოიხვეჭა დიდებული სახელი დიდმოწამისა. ამინ. ერთმა წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს მეოხებით მართლაც მოგცეს ის მხნეობა და სიბრძნე, ცოტა მაინც რაც მას ჰქონდა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ მოვისმინეთ, რომ წმინდა ეკატერინე იყო ალექსანდრიის ერთ-ერთი უდიდესი მთავრის შვილი. მისი განათლებაც მართლა და სიბრძნე ყველა მიცოდა მის თანამედროვე სამყაროში და მას როდესაც უთხრეს, რომ უნდა გათხოვილიყო, ასეთი რამე უთხრა თავის მშობლებს, რომ იგი წინააღმდეგი არ იყო გათხოვების, ჯერ არ იყო ქრისტიანის. ქრისტე არ ყავდა შემეცნებული. უთხრა, რომ ის გათხოვდებოდა მხოლოდ ისეთ ახალგაზრდა მამაკაცზე, ვინც სიმდიდრით, სილამაზით და ჭკუით მასზე მეტი იქნებოდა. მისი დედა იყო ქრისტიანი. და ეს წმინდა ეკატერინეს ეს სურვილი მან გამოიყენა იმისათვის, რომ ჭეშმარიტება ესწავლებინა თავის შვილისთვის და უთხრა, რომ წამოდი მე წაგიყვან შენ ერთ ძენ კაცთან, რომელიც აგიხსნის შენ ყველაფერს. და წაიყვანა თავის მოძღვართან, ერთ-ერთ განდეგილ ბერთან, რომლის სახელიც კი არ ვიცით, ჩვენამდე არ არის მოღწეული. და ამ ბერმა უთხრა წმინდა ეკატერინეს, რომ მე ვიცნობ ასეთ ჭაბუკს, რომელიც სიმდიდრითაც განუზომლად დიდია ყველა ცოცხალ არსებაზე, სიბრძნითაც და მშვენიერებითაც. და გამოატანა წმინდა ეკატერინეს სახლში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ხელში ეტყრა ღრმა მაცხოვარი. წმინდა ეკატერინემ ღამე რო დაიძინა სიზმრიჩეულ ჩვენებაში იხილა, რომ მასთან მივიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ღრმას ეუბნებოდა, რომ შეეხედა ქალწულისთვის. მაგრამ ჩვენებაში მაცხოვარმა არაფრის დიდებით არ შეხედა წმინდა ეკატერინეს და პირი იბრუნა მისგან. გამოღვიძებულმა წმინდა ეკატერინემ, რა თქმა უნდა, უკანვე მიაშურა ბერის მიმართულებით და ბერმა აუხსნა, რომ მაცხოვარი მისკენ პირს იმიტომ არ იბრუნებდა, რომ ის არ იყო განათლებული მისი ნათლით და წმინდა ეკატერინემ მაშინვე მიიღო ნათლობა, დაბრუნდა
სახლში და იმ ღამეს ისევ გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ამჯერად უკვე მაცხოვარმა მოიბრუნა პირი მისკენ და ასეთი სასწაული აღასრულა, რომ გაუწოდა წმინდა ეკატერინეს ოქროს ბეჭედი, ნიშნად მისი დაწინდისა. და როდესაც წმინდა ეკატერინემ დილით გამოიღვიძა, მას ეს ბეჭედი უკვე ხელზე ჰქონდა გაკეთებული და ამის შემდგომ მისი ცხოვრება ახლა კარგი იქნება თუ წაიკითხავთ, წმინდა ეკატერინე გახდა ესე ვთქვათ დიდი მხადაგებელი ქრისტიანობისა, ის არ ფარავდა მის ქრისტიანობას და ყველგან ხადაგებდა მას. როდესაც იმპერატორი ამხილა სიცრუეში წმინდა ეკატერინემ, იმპერატორმა ბრძანა, რომ 50 ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსი ბრძენკაცი ჩამოეყვანათ წმინდა ეკატერინესთან საპაექროდ. წმინდა ეკატერინესთან საუბრის შემდგომ 50-ვე მათგანმა აღიარა ქრისტე და 50-ვე მათგანი წამებით აღესრულა. იქვე მოჰკვეთეს უყველას თავები. აი სწორედ ამის თქმა უნდოდა წმინდა მღვდელმთავარ ლუკას, როცა ამბობდა, აი რატომ უწოდებს ეკლესია დიდს? იმიტომ რომ მისი ხადაგება მოაქცევდა მრავალ ქალაქებს, სტადიონზე, რომელზეც ის ეპაექრებოდა, უმრავლესობა ქრისტიანი გახდა. ერთმა შეგვაძლებინოს, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ წმინდა მღვდელმთავარი რომელ სიტყვებს იხსენებს წმინდა სახარების, რომელსა უნდა სულისათვის ისა განირნებაი წარიწმინდოს იგი და რომელმან წარიწმინდოს სული თვისი ჩემთვის გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი. და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა არის სული თვისი? სული თვისი ეს არის ყველა სურვილი, მისწრაფება, საკუთარი ნების აღსრულება. აი ეს როგორ დავარქვათ ამას? ეს სურვილი თითოეულ ჩვენთაგანში და თანამედროვე ადამიანში ძალუმატა. ჩვენ ისე ვართ მოქცეული სამწუხაროდ, რომ თავად ღმერთიც კი გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი სურვილები აღასრულოს. თუ ოდესმე ისეთი რამე იქნება, რომ ღვთის ნება შეეწინააღმდეგება ხოლმე ჩვენს სურვილებს, უმალ დავივიწყებთ ხოლმე ღვთისმცნებას და ჩვენ სურვილებს აღვასრულებთ. როდესაც ასე ვიქცევით, მაშინ ჩვენ არაფრით არ ვგავართ წმინდა მოწამეებს და განსაკუთრებით წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს. მთელი ქრისტიანობა დევს იმაში, რომ ადამიანმა უარყოს საკუთარი სურვილები და შეასრულოს ღვთის მცნებები. აი მთელი ქრისტიანობა ამაზე საუბრობს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ყველაზე მეტად მაინც ეს გვიჭირს. მაინც ამ მცნებას ვარიდებთ ყველაზე მეტად თავს და გგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უფალმა გვითხრა, რომ თუ ეცდები, რომ სულითვისი ესე ვთქვათ განარინო, მაშინ წარიწყმეთ მასო, მაინც გგონია, რომ ჩვენ ეს სიტყვები არ შეგვეხება. არადა ესე არ არის. ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, რომ ღვთის სიტყვა არის კანონი. რაც უფლის პირიდან გამოვა, ის აუცილებლად აღსრულდება. თავად გვეუბნება მაცხოვარი, რომ ცა და ქვეყანა წარხდება, შეიცვლება, წავა, მაგრამ ჩემი სიტყვები არ შეიცვლებიან, ეს უფლის სიტყვებია. ამიტომ არ უნდა წაუყრუოთ ამას. არ უნდა მივაძინოთ საკუთარი სინდისი და ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, რომ საკუთარ სურვილებს წინ აღვდგეთ. ოღონდ რა თქმა უნდა იმ სურვილებს, რომლებიც ღვთისთვის არ არის სათნო, იმიტომ რომ აი დღეს ახლა ჩვენ თუ ისმენდით პავლე მოციქულმა ასეთი რამე გითხრა, რომ გამოიცადეთო რა არის სათნო ღვთისა და ის სურვილები აღასრულეთ. რა თქმა უნდა, ღვთისთვის სათნო სურვილები უნდა აღასრულოს კაცმა. მაგრამ ის სურვილები, რომლებიც ემსახურება მხოლოდენ ჩვენს ამ ქვეყნიურ მატერიალურ კეთილდღეობას, ჩვენს პირად სიამოვნებას, ჩვენი ნებების დაკმაყოფილებას,
ამ სურვილებზე ადამიანმა თუ უარი არ თქვა, ისე ადამიანის სულის წყონება გამორიცხულია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თვითონ მაცხოვარმა თქვა ეს. ვინც ეცდება ამას, ის სულს დაიღუპავს. ერთმა შეგვაძლებინოს რომ დაუჯეროთ მაცხოვარს და საკუთარი სინდისი არ დავაძიოთ. ერთმა დაგვეცო და გაგვეცო.